გორის მუნიციპალიტეტის საკალათბურთო გუნდმა ივერიონი პლეი-ოფის მეოთხე მატჩი ზესტაფონში მარგვეთთან გამართა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ანგარიში მარგვეთის სასარგებლოდ 97-95 დასრულდა. ახლა გუნდების ანგარიში სერიაში 2-2, ახლა ყველაფერი მეხუთე მატჩმა უნდა გადაწყვიტოს, რომელიც 3 მაისს 16 საათზე გორში გაიმართება. თამაშზე დასწრება ტრადიციულად თავისუფალი იქნება და გორის სპორტის სასახლეში გულშემატკივარ ელოდებია. სერია გვაქვს ზესტაფონის მარგვეთთან, 2-2 არის ანგარიში სერიის, მოკლედ ერთი საშინაო შეხვედრა დავთმეთ, ერთი იქიდან წამოვიდოთ მას მისარტუაში და ეხლა გვაქვს მეხუთე შეხვედრა უკვე გორში გადამწყვეტი შეხვედრაა. ვის მოიგებს ის გადის ნახევარფინალში და მოგებით ყველას გორის დარბაზში ერთად გავიდეთ ნახევარფინალში. გუშინ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა ზესტაფონში, ბოლო წამზე დავმარცხდით, 3 წამით ადრე ვიგებდით და სერიის დასრულების შანსი ჰქონდა, მაგრამ კარგი თამაში ჩაატარეს ასევე ზესტაფონის გუნდმა და მეხუთე თამაში დაინიშნა და ზუსტად ამის ფიქრისთვისაც ემზადებოდით მთელი სეზონი და მოედნის უპირატესობა რაც მოვიპოვეთ, მეხუთე თამაში უკვე გადაწყდება ნახევარფინალისტის ვინაობა და ველით გულშემატკივარს 20 საათზე შაბათს გავავსოთ დარბაზში და ისე ამოვნეთ თამაში.